დავით გუნაშვილი, საჯარო მმართველობის ექსპერტი და ჯგუფ ფარის წარმომადგენელია ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით, მადლობა სტუმრობისთვის. ბუნებრივი და ლოგიკურია, ყველაზე მთავარი განსახილველი საკითხი არის ქვეყანაში არსებული ვითარება. პროტესტი, როგორც ხედავთ, ჩვენ კვლავ გრძელდება. რუსთაველის გამზირზე ისევ არიან შეკრებილი მოქალაქეები და მოკლედ უწყვეტად გრძელდება 32 დღეა ეს პროტესტი, თუმცა ბოლო რამდენიმე ალბათ 2-3 კვირა დაახლოებით რომ არ შევსდეთ და თარიღი არაზუსტად რომ არ დავასახელოთ, ძალიან მშვიდობიანი გახდა ეს საპროტესტო აქციები. ვიხილეთ ჩვენ გუშინ ირაკლი შაიშმელაშვილის ინტერვიუ და მან თქვა რომ გარკვეულწილად აქამდე რომ ძალადობრივი იყო ის აქცია, სადაც მათ შორის ასევე სიმართლისთვის უნდა ითქვას, მომიტინგეთა მხრიდანაც იყო გარკვეულწილად ფიზიკური შეხლა-შემოხლა პოლიციის მიმართ. იყო ეს ქმედება სპეციალური პროვოკატორების მიერ. და რას ემსახურებოდა ეს იმას, რომ რეალურად ძალადობრივი ყოფილიყო აქცია და პოლიციას ჰქონოდა იმის საფუძველი უკვე სამართლებრივი, რომ აქცია დაეშალა სხვადასხვა პოლიციური საშუალების გამოყენებით. ამ საკითხზე რომ ვისაუბროთ პირველ რიგში და მე უკვე სხვა შეკითხვებსაც დაგისვამთ. კი ბატონო. მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. ხო, რეალურად ახლა აქ პირველ რიგში მოდით აღვნიშნოთ, რაც ირაკლი შაიშმელაშვილმა გააკეთა, ეს არის ფაქტიურად გმირობის ერთ-ერთი ფორმა, ხო? და ყველა ის ადამიანი ხო ვისაც თავდაცვის ძალებთან შეხება ჰქონია და მე თავდაცვის სამინისტროში მუშაობდი, არა როგორც სამხედრო, არამედ როგორც სამოქალაქო პირი, მაგრამ სამხედროების ხელში გავიზარდე რეალურად და მათ გარემოში გავიზარდე და მათი ცხოვრების წესი და მათი როლის კვეთება ჩემთვის არის ძალიან ახლო და ძვირფასი. რეალურად მე ამაყება რომ ის ადამიანი, ვინც რეალურად ესე ამხილა ეს ასე ვთქვათ ფაშისტური სტილის რაღაცა რეჟიმის წნეხის ქვეშ არსებული სისტემა და მათი ასე ვთქვათ ეს ძალადობრივი მექანიზმები ეს იყო სამხედრო პიროვნება, რომელმაც 16 წელი გაატარა სამხედრო კარიერაში და თავისი ასე ვთქვათ ნიჭიდან და ტალანტიდან და კეთილსინდისიერი მონდომებიდან გამომდინარე აღმოჩნდა სხვა სისტემაში, მას ამოძრავებდა როგორც მან აღნიშნა ღირსეული მიზნები ამ ქვეყნის განვითარება და სამწუხაროდ მოუწია იმის გაკეთება, რის გაკეთებაც მოუწია. ხო და ეს იყო სამხედრო პირი. სხვა არავინ არ აღმოჩნდა იმ სისტემაში შემძლე და უნარიანი იმისათვის, რომ აი ეს მხილება გაეკეთებინა. თუმცა ეს ჯერჯერობით, ხო? იმიტომ რომ ძალიან ძლიერი მაგალითი მისცა, მორალური სტანდარტი აწია ძალიან მაღალ დონეზე და დიდი მადლობა მას ამისათვის. ეს ყველას ჩვენ ძალიან გვჭირდება. სწორედ ამასთან დაკავშირებით ჩაიგეკითხებით, ხო მაგალითი შეიძლება მისცეს ბევრ სხვა მის უკვე ყოფილ თანამშრომელს და შეიძლება ითქვას საინტერესო იქნებოდა იმის მოსმენა და გაგება. თქვენც ალბათ დღემდე გაქვთ კომუნიკაცია სხვადასხვა უწყების, განსაკუთრებით კი თავდაცვის უწყების წარმომადგენლების პოზიცია იქნება საინტერესო. რა განწყობა შეიძლება იყოს მათ გონებაში და რამდენად შეიძლება იყოს რეალური ის, რომ ამ ერთმა მაგალითმა მისცეს სხვა მის ყოფილ თანამშრომლებს იმის გამბედაობა, რომ მათაც ისაუბრონ არსებულ პრობლემებზე. კი ბატონო, აუცილებლად ის მომენტი არ დაგვავიწყოთ, რაზეც ვკითხეთ. კი ბატონო, ეხლა ჩვენი ჯგუფის წევრები, ანუ ჯგუფი ფარის წევრები ხშირად ამახვილებთ ყურადღებას, რომ ჯარი თუნდაც, ხო, თავდაცვის ძალები, შეიარაღებული ძალები არის რეალურად საზოგადოების ანარეკილი. რას არკია საზოგადოების და რა განწყობაც არის საზოგადოებაში, იგივე განწყობა არის შეიარაღებული ძალებში. ამაში ვართ აბსოლუტურად დარწმუნებული. და ეს კონტაქტებითა და კომუნიკაციით და ყველაფერი მოკლედ ნათელი და ცნობილი არის და იგივე მაღალი ალბათობით, ესე კარგად ავიცნობ სხვა სისტემებს პიროვნულ დონეზე, მაგრამ იგივე ალბათობით ხდება სხვა ძალოვან უწყებებშიც, რა, ძალოვან უწყებებში კონკრეტულად, ხო? ეს არის ეს ხალხი არის ჩვენი საზოგადოების ნაწილი და ისინი განიცდიან ამ ყველაფერს ძალიან მძიმედ რა და ეს სისტემები არის ასე ვთქვათ ძალიან სერიოზული პოსტსაბჭოთა გადმონაშთების ასე ვთქვათ რაღაც გადმონაშთები, ანუ მართლობითი კულტურა რაც იმ ორგანიზაციებში არის, იქ ვერ მოხდა გათანამედროვება რეალურად. ის რეფორმები, რომელიც გატარდა, არ იყო საფუძვლიანი და ფუნდამენტური, რომ ეს კულტურები შეცვლილიყო და შესაბამისად ისინი იმყოფებიან სისტემურ წნეხში, მაგრამ იქ მუშაობს უამრავი პატრიოტი ადამიანი, მათ მთელი თავიანთი ცხოვრება დაუკავშირეს აი ამ ტიპის კარიერას, ხო, იგივე სუსი რო ავიღოთ, ხო, ანუ ეს ურთულესი კარიერა არის, ანუ შენ ცხოვრებას დებ გვერდზე და ფაქტიურად პირადი ცხოვრების და ძალიან ბევრი
პიროვნული ასპექტის, ასე ვთქვათ, მსხვერპლ გაწირვით აკეთებ კარიერას, რომელიც არის ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ანუ ამ ადამიანებისთვის ახლა ესე არ არის თით დაატკაცუნოს და გაიქცეს სადღაც და წავიდეს და უცებ სამოქალაქო ცხოვრებაში გადაერთოს. რაც უფრო დიდი ხანი მსახურობ, მით უფრო რთული ხდება სამოქალაქო საზოგადოებაში გადმოსვლა და ამათ ჭირდებათ ანუ საკარიერო ტრანზიციის პროგრამები, როდესაც ისინი ასე ვთქვათ ხავერდოვან ტრანზიტს გააკეთებენ და დაუბრუნდებიან, ასე ვთქვათ, სამოქალაქო საზოგადოების წიაღში დაბრუნდებიან, როგორც სრულფასოვანი მოქალაქეები და ადამიანები, რომლებიც გააგრძელებენ, ასე ვთქვათ, თავიანთ კონტრიბუციას. ეს ყველაფერი არ არსებობს ამ ქვეყანაში. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გქონდა, რომ ეს მართლობითი სისტემები და მექანიზმები ამუშავდებოდა და ბიძინა ივანიშვილი, როდესაც დაგპირდა ჩვენ ახლა მისი დაპირება ვის რაში ჭირდება რეალურად, მაგრამ ანუ ჩვენ მიზნად დაგვისახა რაღაცნაირად, როგორც ასე ვთქვათ, ახალი ეტაპის დაწყების ლიდერმა, როგორც მან თავი წარმოაჩინა და მიზნად დაგვისახა, რომ ჩვენ უნდა გამختارიყავით გასაოცარი დემოკრატია. და საქართველოს ხალხი, ანუ ჩვენ ყველამ შინაგანად ინტუიტიურად ვიცით, რომ ჩვენ შეგვიძლია გასაოცარი დემოკრატია დავამყაროთ ამ ქვეყანას, ჩვენ ამას ვიმსახურებთ 1000 წლების განმავლობაში და ბოლო რამოდენიმე საუკუნე არის, ხო, ნუ თვალსაჩინო ისტორიული მომენტები არის, როდესაც ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ძალიან მოწინავე პროგრესული, ასე ვთქვათ, ტენდენციები შევქმნათ, არა მარტო ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, არამედ მსოფლიო მასშტაბით რეალურად და დემოკრატიულ სამყაროში ძალიან სერიოზული სიტყვა ვთქვათ. ეს ჩვენ ბირძინა პირდაპირ ჩაარტყა რეალურად. რა ეს სულში ჩაგვარტყა რეალურად და ჩვენ ეს დავიჯერეთ, ძალიან კარგად იცის მან ეს ჩვენი პოტენციალი და აიმითი მოგხიბლა რაღაცნაირად. რა რომ ანუ აქ გასაოცარ დემოკრატიას, როდესაც მეუბნები რომ მე ისეთ პროცესს წავიყვა ქვეყანაში, რომ გასაოცარ დემოკრატია ევროპელებიც გაოცდებიან, ეს ძალიან დიდი ენთუზიაზმი და ინსპირაციის მომგვრელი არის. მაგრამ აღმოჩნდა რომ თავიდან ბოლომდე მოგვატყუა რა. ანუ როგორც ერთმა ასე ვთქვათ მაღალი რა კლასის და ალბათ არც ისე მაღალი კლასის აფერისტმა მოგვატყუა ფაქტიურად და ჩვენ აღმოჩნდით სიტუაციაში, სადაც გასაოცარი დემოკრატია ფაშისტური სტილის რეჟიმი მივიდეთ. ოღონდ ეხლა ამ რეჟიმს რა თქმა უნდა დამკვიდრება არ უწევია, რაც არ უნდა ეხლა პროვოკატორები შეაგზავნონ ეხლა მომიტინგეებში და რაც არ უნდა იმათ ის აკეთონ, რაც აკეთეს, ხო, რასაც იგივე ირაკლი შაიშვილიშვილი საუბრობდა. ეს ყველაფერი ამას არ უშველის ახლა ქართულ პოტენციალს და ჩვენი განვითარების პერსპექტივას ამას ეს ვერანაირად ვერასდროს ვერ დააკნინებს. კი შეიძლება ახლა გვეთკინოს უამრავი ადამიანი დაზაალდა, ახლა კიდე სტატისტიკას უყურებდი, ხო, ანუ ესე იგი საზოგადოების ყველა ფენიდან ყავთ, ასე ვთქვათ, დაჭერილი, ყველა პროფესიული ჯგუფიდან ყავთ დაჭერილი, სულ არასრულწლოვანიც არის, ისიც არის ეს არის, ხო, ანუ ეს უმტკივნეულესი არის ინდივიდუალურ დონეზე, მაგრამ ახლა ეროვნულ დონეზე ამას გადავიტანთ ჩვენ ყველა ის ადამიანები კიდევ უფრო გაძლიერდნენ, დარწმუნებული ვარ. იქ კიდევ უფრო მეტი ენერგიით არიან სავსე, რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანონ. ანუ ნებისმიერი შევიწროება ჩვენ, ასე ვთქვათ, გაგვაფართოვებს პირიქით და ვერანაირად ვერ მოგვახსოვს ვერანაირი რეჟიმის მარწუხებში ეს ამათმა ძალიან კარგად იციან. მაგრამ ეხლა არ მინდა ეს რაღაცა ჟღერდეს როგორც ადგეგრძელო, ხო? ანუ ეს ფაქტები მეტყველებს ამაზე. ეს პროტესტი არასდროს არ გაჩერდება, სანამ ჩვენ შედეგს არ მივიღებთ, პროტესტი არ გაჩერდება. აი, სწორედ ამასთან დაკავშირებით უნდა ჩაგიკითხოთ კიდევ ერთხელ, პროტესტი არ გაჩერდება, მაგრამ გასაგებია ეს შეფასება, მაგრამ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში პროტესტის ეს ფორმა და ეს მასშტაბი თითქოს არ არის ბოლომდე საკმარისი იმისთვის, რომ ქართულ ოცნებას მართულ პარტიაში შესაბამისად დაიძულოს ის, რომ დაიხიოს უკან, დააკმაყოფილოს მოთხოვნები. ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ საგარეო შეფასებებსა და საკმაოდ მწვავე კრიტიკას დასავლელი პარტნიორების მხრიდან, ამბობენ, რასაც ამბობენ, ვიცით, გასაგებია, ამაზე გრძელად აღარ ვიტყვი, მაგრამ არ არის ფაქტია საკმარისი იმისთვის, რომ ქართულმა ოცნებამ თუნდაც კონტურიც კი არ ჩანს იმისა, რომ უკან დახევას აპირებს. რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას სამომავლოდ, საჭიროა თუ არა განიხილოს საზოგადოებამ, რომ აი ამ პირობებში, როდესაც პროტესტი გრძელდება, მართველი პარტიის მხრიდან რომელიმე წარმომადგენელი გამოდის და უფრო მეტად აღიზიანებს საზოგადოებას და ამ გაღიზიანების გამო შესაძლებელია თუ არა რომ პროტესტი უფრო მწვავე გახდეს. და რა რისკებს შეიცავს თავის მხრივ ესეც? დიახ, ანუ ნახეთ, აი რო გავიხსენოთ, ხო ჩაუშესკო და მისი ცოლი, ასე ვთქვათ, რუსეთმა რო არ შეუშვა. საბჭოთა კავშირმა რო არ შეუშვა და რომ მიიყვანეს და დახვრიტეს, ხო? ის ბოლომდე ამბობდა, რომ ხალხი ჩემს მხარეს არის და მე ის ვარ, მე ეს ვარო. ანუ ეს არის რეჟიმის და ანუ ის ადამიანი, ვინც რეჟიმს ამყარებს და ის ხალხი, ვინც ანუ ამას ბოლომდე ესე აკეთებენ, ხო? არ ვიცი ხა იმედია მეც არ გაიზიარებენ ამათ ინფორმით, მაგრამ ნუ ხა რა ქვია, არავინ ის მომავალი რას მოვიტანს, ხო? და ანუ კატა მოთხარა, თაგმოთხარა, კატა გამოთხარაო, საბოლოო ჯამში ეგ არ დაემართოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის ასპექტი, რომ ხა ანუ პროტესტი არ არის მხოლოდ შედეგის მომტანი. პროტესტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, უფუნდამენტურესი, ასე ვთქვათ, ატრიბუტი შედეგის მისაღებად.
მაგრამ პროტესტს უნდა დავამატოთ ახლა ჩვენ ასე ვთქვათ საზოგადოებრივი კონსოლიდაციის სიმძიმის ცენტრი, საზოგადოებრივი კონსოლიდირების შედეგად მიღებული სიმძიმის ცენტრი, რომელიც წარმართავს პოლიტიკურ პროცესს ქვეყანაში, იმიტომ რომ პოლიტიკური პროცესი ახლა არის მოშლილი თავიდან ბოლომდე. და ოპოზიციურმა პარტიებმა ეს პოლიტიკური პროცესი, პოლიტიკური დინამიკა ვერ შექმნეს. ვერც არჩევნებამდე და ვერც არჩევნების მერე. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა. ახლა აქვთ გარკვეული მცდელობები და ასე შემდეგ, არ მინდა ახლა რაღაც მძაფრ კრიტიკაში შევიდე. თუმცა ამის საფუძვლები კიდევ გაჩნდა, ხო, ეს დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები ან ფართო საზოგადოებაში არის გაუგებარი და ეს ახსნილი სწორად არ ყოფილა, ეს ბოლო მომენტამდე რაღაცა ეს მესეჯ ბოქსები რაც გამოვიდა, არასაკმარისი არის, პირდაპირ მინდა ვთქვა და არანაირი სტრატეგიული კომუნიკაცია საზოგადოებასთან, განსაკუთრებით საპროტესტო საზოგადოებასთან არ ყოფილა იმისთვის, რომ ეს დაფინანსებასთან დაკავშირებული ეს თემები ყოფილიყო დატანილი, რომ იცი რა ჩვენ ამ გზით მოძრაობთ, ამიტომ ამ შედეგის მისაღებად. პირველ რიგში თავად ოპოზიციისთვისვე არის აუცილებელი, რომ მათსავე ამორჩეველს აუხსნან დეტალურად მათი გადაწყვეტილებების თანმიმდევრულობა პირველ რიგში. ამიტომ საზოგადოება ეხლა და ეს პროცესი მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ მაგამდე მივალთ, უბრალოდ საზოგადოების ფოკუსი არის საჭირო და ყველგან სადაც ჩვენი ფარის წარმოადგენს შესაძლებლობა გვეძლება ამაზე აქცენტებს ვაკეთებთ, რაღაცნაირად შეიძლება მეორდებით კიდევაც, მაგრამ ამას ჭირდება ასე ვთქვათ სწორი კომუნიკაცია, რომ საზოგადოებამ ეხლა უნდა მოახერხოს ძალიან ეფექტურად ყველა ძირითადი ჯგუფების და წარმომადგენლების კონსოლიდირება, რომ შეიქმნას და ჩვენ პრეზიდენტს შევთავაზეთ გარკვეული წინადადებები, რომელიც გულისხმობს სახალხო ფორუმის ჩამოყალიბებას, რომელიც იქნება პოლიტიკური პროცესის წარმმართველი პრეზიდენტთან ერთად, რომელიც არის ესე იგი სახალხო და საერთაშორისო ლეგიტიმაციის ერთადერთი ინსტიტუცია და ესე დარჩება ბოლომდე, სანამ ახალ არჩევნებს არ მივიღებ და ახალი პრეზიდენტი არ იქნება არჩეული, არა დანიშნული, ეს დღეს იყო ეს რაღაცა მართლაც პაროდია. არამედ რეალურად არჩეული და სრული სახალხო ლეგიტიმაციით არ მოხდება ეს პროცესი. ანუ აი ეს ამბავი, ნახეთ, პროტესტი სიმძიმის ცენტრი, რომელიც იქნება საპირწონე და პოლიტიკური პროცესის შემქმნელი საპირწონე ამათი რეჟიმის, ხო? ამ რეჟიმული სიმძიმის ცენტრის და პრეზიდენტი, რომელიც ასე ვთქვათ, საერთაშორისო აღიარება, ხედავთ, რომ კიდევ უფრო ფართოდება და კიდევ უფრო მკაფიო ხდება, ასევე სანქციები, ანუ აი ეს ყველაფერი ერთად უნდა ამუშავდეს. მაკეთკენ მივდივართ რეალურად, იმიტომ რომ საზოგადოებრივი კონსოლიდაციის პროცესი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს, ეს პროცესი დინამიკაში არის, სულ უფრო და უფრო იკვეთებიან ეს ჯგუფები და იქ ლიდერებიც იკვეთებიან. პრეზიდენტმა ისაუბრა ახალ ძალებზე და ახალ ასე ვთქვათ მოცემულობებზე პოლიტიკურ ველზე. ბევრმა არ გამორიცხა ბოდიში შეგაწყვეტნებთ, რომ შეიძლება მან როგორც პოლიტიკურმა ძალამ დამოუკიდებლად ითამაშოს თავისი ლიდერობა. კი ბატონო, ანუ ნებისმიერი პოლიტიკურ პარტიამ ამ შემთხვევაში. კი ბატონო, კი ეს არის ეხლა არის ეტაპი, როდესაც აი რაღაც ტეგლაინი წავიკითხე, ეკრანზე გადიოდა. დემოკრატია ეცემა საქართველოს. არსად არ ეცემა დემოკრატია. დემოკრატია ეხლა ძლიერდება, ეს არის დემოკრატიის დაბადება რეალურად, იმიტომ რომ ჩვენ მანამდე რეალურ სრულფასოვანი დემოკრატია არ გქონია. რეალურად დემოკრატიული ტრანზიტი ჩვენ არ გაგვივლია. ეხლა უნდა გავიაროთ დემოკრატიული ტრანზიტი, ეს მეორე ნახევარი, აქ უნდა დავასრულოთ ეხლა ტრანზიტი. ეს არის აი ამ რეჟიმული, ოლიგარქიული თუ ასე ვთქვათ, არადემოკრატიული ძალების თუ მენტალიტეტის და პოსტსაბჭოთა თუ საბჭოთა აი რაღაცა წარმონაქმნების და ასე ვთქვათ გადმონაშთების ეს კუდის მოქნევა ეხლა ხო? ძალიან კარგად იცის ვლადიმერ პუტინმა, რომ საქართველოს შეიძლება გახდეს მანათობელი ახალი პარადიგმის შემქმნელი მსოფლიოში დემოკრატიის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ამ რეგიონში საქართველოს რაც გაკეთებული და რაც შეუძლია გააკეთოს, ეს თავისი მოცემულობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა არამედ მოცემულობა არის ესეთი, ისეთ გზას გავდივართ ჩვენ და გავდიოდით ყოველთვის, რომ ჩვენ ძალიან დიდი გარღვევები შეიძლება მომახდინოთ ასე ადამიანების ცნობიერებაში ჩვენი წარმატებით და ჩვენი ასე ვთქვათ პროგრესით. რასაც შეიძლება ჩვენ მივახციოთ რა, იმ ნიჭიდან გამომდინარე და მისწრაფებებიდან გამომდინარე, რაც უბრალოდ ჩვენს გენეტიკურ კოდში არის. და შესაბამისად ეს ძალიან კარგად იციან, ეს არის კუდის მოქნევა, მაგრამ ეხლა ეს კუდის მოქნევა კი შეიძლება გვეთკინოს, მაგრამ ეს ხა ჩვენ ამ პროცესს ვერ შეაჩერებს, ამ ისტორიულ პროცესს ვერ შეაჩერებს, ქართულ ხალხს ვერ შეაჩერებს და ჩვენ ამ პარადიგმას აუცილებლად შეგამით, ამიტომ ეს დემოკრატია რეალურად და მივახცევთ ჩვენ დემოკრატიულ კონსოლიდაციას და დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის რაც არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი, ეს არის უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული კონტროლი და აი ამ დემოკრატიული კონტროლის სისტემებს შევქმნით, იქნება საზოგადოებრივი, ძლიერი საზოგადოებრივი მონიტორინგი და კონტროლი სახელმწიფოზე, თანამონაწილეობა, ასე ვთქვათ, ხო და აი ამისთვის ეხლა საზოგადოება გადის აი ამ ტკივნეულ პროცესს და აი ამ ასე ვთქვათ, აი ამ მენტალურ ტრანსფორმაციას, რომელიც აი ამ გარღვევამდე მიგვიყვანს. ამას ვერ შეაჩერებს
ვერავინ დედამიწის ზურგზე ეს არის გამორი ვერანაირი ძალა ამათ ახლა ატომურ ბომბს თუ გვესვრის მე არ ვიცი მაგრამ ეხლა მეგონი გამორიცხულია ხო და შესაბამისად ვერავინ ვერ გაგვაჩერებს მაგ ამბავში ამიტომ ეს პროტესტი გაგრძელდება რაც არ უნდა პროვოკატორები შემოგვიგზავნონ და ხალხი დაიჭიროს რაც უფრო მეც დაიჭერენ მით უფრო გაძლიერდება რაც უფრო მეც შეგვავიწროვებენ მით უფრო გავფართოვდებით ხო ანუ რაც უფრო მეც წნეხში მოგვაქცევენ მით უფრო გავძლიერდებით ანუ რაც უფრო მეტად გტკივა მით უფრო გამძლე და ამტანი და მედეგი ხდები ამ ტკივილთან მიმართებაში ხო და შესაბამისად ეხლა ვისი რესურსი არის უფრო მეტად ამოწურვადი მაგასო ვნახავთ რაც არ უნდა ავანტიურისტული და პროვოკაციული ნაბიჯები ქონდეთ მომზადებული ეხლა ეს მახინჯი აზროვნება და ბოროტი აზროვნება საკმაოდ კრეატიულია მაგ თვალსაზრისით მაგრამ რესურსი ამოწურვადია ჩვენ კიდე ყველაფერს ავიტანთ და გადავიტანთ გადავხარშავთ და მე მოვინელებთ ამას და ჩავწერთ ისტორიის ყვითელ ფურცლებში რა და მე საბოლოო ჯამში მე ვიცინებთ ამ ყველაფერზე რომ ანუ ეს იყო გასავლელი იმისთვის რომ ჩვენ გველოდება გაცილებით მეტი ახლა იგივე ევროპული პერსპექტივა რო ავიღოთ ვიდრე აი ეს ყველაფერი რო არ მომხდარიყო და ჩვეულებრივად შედა მართლაც ასე ვთქვათ ჯანსაღძალებს გაემარჯვათ ამ ანუ ეს გაყალბება არ მომხდარიყო და გაგვემარჯვა ისე როგორც უნდა გაგვემარჯვა ხო რეალურად და წარმოიდგინეთ ეხლა გაცილებით მეტი პერსპექტივები და შესაძლებლობა გვეძლება გაცილებით ძლიერად და მძაფრად გაიცნო მსოფლიომ საქართველოს და ქართული ხალხი და ეს მებრძოლი ადამიანები რომლებიც აი რეალურად მართლა ევროპელები რა არიან აი ახლა ევროპელები იხსენებენ რას ნიშნავს ევროპელობა აი ამ ჩვენს ახალგაზრდებს რო უყურებენ რა რაღაცა კიდე საზღვარგრძელში არ უნდა გადამივიდეს მაგრამ ეს არის აბსოლუტური ფაქტი ხო ძალიან დიდი მადლობა ამ უმწურავი პასუხებისთვის და საინტერესო საუბრისთვის ჩვენს მაყურებელს შევახსენოთ რომ ჩვენი სტუმარი იყო დავით გუნაშვილი საჯარო მმართველობის ექსპერტი და ჯგუფი ფარის წარმომადგენელი ახლა მცირე სარეკლამო პაუზის დროა ჩვენ რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით არ გადართოთ მადლობა